მე ვარ ანდრია დავითაძე 6 წლის. ვსწავლობ ბათუმის მეგზის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა და ფეხბურთი. უკვე 2 თვეა ცეკვა ვანსამ ფორუმში. მახსოვს პირველი დღე რომ ცეკვაზე შევედი. აი რამასო და ძალიან მეგონა რომ ეს ცეკვა იყო რთული ძალიან და იქ სკამები ილაგებოდა და მასწავლებელმა და გვაჯინა. და ძალიან მარტივი ილეთები გვაწალო. მე გაძნელი და უფრო საათი დავრჩი. 1 საათი მარტო. მაგრამ მე გააძნელის და საათნახევარი მეხადეს დარჩენა და 12-ზე უნდა ადგილ. მე 1 საათნახევარი ჩვენთან დარჩეოდა. ასე გამირთულდა ეს ცეკვა. ძალიან რთული ერთები მოსავლიან ახლა პირველ და ძალიან მარტივი იყო და ძალიან კაი ესეთი ამბები. თული იცი რა არის? მაგალითად მასწავლებელი რომ გასწავლის და უძინარი ხარ. მარტივი გაჭიმები. ჩემი საყვარელი ცეკვა თიურო. საყვარელი ილეთი არის ეს. ბაღში რომ ვიყავი 6 წლის კონცერტ დავდგე მარტო კენტაურზე და ხორუმზე. ძალიან მინდა კონცერტი და იმედია მექნება. ანუ ჯგუფში ვარ ჯერ, მაგრამ მე დიდი რომ გავიძდები 19 წლის სოლოში მაცეკვები. ცეკვა იმიტომ რომ შემიყვარდა რომ ძალიან აზარტულია. პირველი კონცერტი მინდა რომ მქონდეს თბილისში. ჩემი ცეკვის მასწავლებელია თორნიკე ვერიცი. თორნიკე მასწავლებელია კაცრი, მხიარული და სამართლიანი. ასევე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ჯერ ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ ვაპირებ შესვლას. ჯერჯერობით თამაშობ ეზოში. აი, მე ვარ მარცხენა თავდასხმელი. თავდასხმელი ვარ და გოლების გამო. უკვე მაქვს გატანილი 40 გოლი. აქედან ერთ-ერთი გამარჩეულად მახსოვს. მაშინ მეცვა რონალდოს ფორმა. აი, ძალიან კარგად გავიტანე. მარჯვენა შეტევაში დამაყენეს არ ვიცი რატომ. სინამდვილეში მარცხენაში ვიყავ, ხო? და რომ დამაყენეს, ყველა მოვატყუე და გოლი გავიტანე. ჩემი საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. სახლში მაქვს 2 ფორმა, ერთი არის ხვიჭა კვარცხელია, მეორე რონალდო. მინდა მქონდეს ჩემი ფეხბურთის ფორმა. უნდა იყოს შავი ფორმა ლურჯი ზოლებით. უკან უნდა ეწეროს 6 ნომერი და დავითაძე. რომ გავიძდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მეზღვაური, მაგრამ მე გადავიფიქრე. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს და კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ევა ხუნდაძე. ყველაზე ცელქია ილია დავითაძე. ყველაზე ჭკვიანი ევა დავითაძე. მე ვარ ყველაზე მშვიდი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ინეზა ელიაზე. იმიტომ რომ ცოტა დავალებებს გვაძლევს. და კიდევ არის ძალიან ლამაზი და ჭკვიანი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. ახლა მინდა ვიყო 8 წლის რომ ფეხბურთზე ვიარო. სახლში ვცხოვრობთ დედა, მამა, ბებო, მე, ჩემი დაიკო და კიდე ჩემი დაიკო. კიდე მინდა რომ მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 10 წლის და ქვია ნინი. ნინი არის ლამაზი ჭკვიანი და მხიარული. რამე თუ მოეწონა კი მხიარულია. ნაყინი უყვარს. ჩემი მეორე და არის 13 წლის და ქვია ანა. ანანო არის ძალიან ჭკვიანი და ლამაზი, მაგრამ არის სუსტი. მამიკო არის ძლიერი, ვაჟკაცი და მამაცი. დედიკო არის ნაზი, ლამაზი და ძალიან შვენიერი. აკეთებს ძალიან გემრიელ საჭმელებს. ჩემი საყვარელი საჭმელია აჭარული ხაჭაპური. აჭარელი ხარ შენ? სამოგზაუროდ მინდა წავიდე პორტუგალიაში. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია იაკობ გოგებაშვილი. ანუ დედაენა. ასე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახლში. ჯალოსური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი სპაიდერმენი. წინა მონაწილემ დამიტევა ასეთი შეკითხვა.
რომელი ქვეყნის მეფე ვიქნებოდი? მე ვიქნებოდი იტალიის მეფე. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. საქართველოს გარდა რომელ ქვეყანაში იცხოვრებ? ასეთი გამავალი სიტყვაცია რომ იყოს, მე ვიცხოვრებდი პორტუგალიაში. ვენერება არის ძალიან კარგი დედიკო და მამიკო რომ ყავს. ეზოშონ გასეირნებენ. ხოლმე დავალებებზე რომ არ გიბრაზდებიან. ან რამეს თუ ვერ ისწავლი და ხარ და წერ მაგაზე არ გისბრაზდებიან. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.